როცა ადამიანი უმადური ხდება, იცოდეთ, რომ უმადური კაცი ყველაფერს იკადრებს. ამიტომ გაუფრთხილდით მადლიერების გზნობას და განცდას თქვენში. უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ქრისტიანები ხართ. სულ მადლიერი უნდა იყოთ ღვთისა და იყავით მადლიერი ყოველი იმ ადამიანის, რომელსაც თქვენს წმენაში ერთი აგური მაინც დადო. ბასილი დიდი, რომელსაც პატრიარქს ადარებენ ხოლმე. ეს გააკეთა ათონელმა მამა ეფრემმა. ისე კი არა, პარალელები გაავა. ბასილი დიდი, რომელსაც ყავდა ერთ-ერთი მასწავლებელი, როცა ათენში სწავლობდა, წარმართი ლიბანიოსი, მთელი ცხოვრება მადლიერებდა მას. ანუ მადლიერება ჰქონდა წარმართი ფილოსოფოსის მიმართ. რამე თუ რაღაცა აგურები მის აღზრდაში იმანად დადო. გესმით? აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ვინც ამას კარგავს, იმის მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. მე ხა ჰაერიდან კი არ ვლაპარაკ, ჰაერში არ მინდა ეს, ანუ ტყვილავ ლაპარაკისთვის. ეს არის სატირელი, გესმით, სატირელია. იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს იღუპება. რა უნდა უშველო ადამიანს, რომელიც საკუთარ დედას განიკითხავს, საკუთარ დედას ლანძღავს, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის და ასე შემდეგ რა, ვერაფერს ვეღარ შველი, გესმით, ვეღარ შველი.